69 წელი საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან პირველი არხი დღეს იუბილარია. 1956 წლის 30 დეკემბერი ქვეყნის პირველი ტელევიზიის დაარსების თარიღია. 69 წლის წინ ამ დღეს საღამოს 8 საათზე მთაწმინდის ანძაზე განთავსებული ტელეხედვის სადიქტორო სამაკეტო სტუდიიდან პირველი გადაცემა გავიდა ეთერში, რომელსაც ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ასე დაიწყო ჩვენი არხის ისტორია. ყველა ასაკსა და სეგმენტზე გათვლილი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამები. 1968 წლიდან დაწყებული ფერადი მაუწყებლობა, სატელევიზიო თეატრი, ტელეფილმები, ოქროს ფონდი, უნიკალური საარქივო მასალებითა და კულტურული მემკვიდრეობით. წინა საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან პირველი არხი ქვეყნის უახლესი ისტორიისა და გარდამტეხი მოვლენების მთავარი მემატიანია. 79 წლის განმავლობაში მიღწევებთან, პროგრესთან და წარმატებებთან ერთად იყო გამოწვევები და სირთულეები. 2005 წელს პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა. ცოტა ხნის წინ კი ტექნოლოგიური გადაიარაღების რამდენიმე წლიანი რთული პროცესი დასრულდა. უკვე დღეს ტელევიზია ახალ მისამართზე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობიდან მაუწყებლობს და სატელევიზიო არხს, ვებ პლატფორმასა და რადიოს აერთიანებს. წლებთან ერთად იცვლება გადაცემების ფორმატები, თუმცა უცვლელი რჩება პრინციპი, რაც მაყურებლისთვის ხარისხიანი მედია პროდუქტის შეთავაზებას და ზუსტი, სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. წინ კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა, პროექტი და ჩანაფიქრია. თბილისის მშრომელებმა ახალ წელს ჩინებული საჩუქარი მიიღეს. მამადავითის მთიდან ქალაქს მოეფინა ტელევიზიის სხიველი. იყო დრო, როდესაც ერთი კამერა და ერთი ხმა საკმარისი იყო მთელი ქვეყნისთვის. იმ დღიდან, როცა ეთერში პირველად გაისმა არჩილ კერესელიძის მუსიკით შექმნილი ტელესაცნობი. დაიწყო ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობის 100 და პირველი ტელეეთერიდან 69 წელს აღნიშნავს. 69 წელი ეს არ არის უბრალოდ დროის მონაკვეთი. ეს არის ათასობით ამბავი, მილიონობით ხმა და ერთი ტელევიზიის ეთერი, რომელიც თაობებს აერთიანებს. ზუსტად 69 წლის წინ ფუნიკულიორზე მთაწმინდის ანძასთან გახსნილი სადიქტორო სამაკეტო სტუდიის ერთ პატარა ოთახში ისტორია დაიწყო. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო და ტელევიზორების შავ-თეთრ ეკრანებზე ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გამოჩნდნენ. Ვირფათ მეგობრებო, ნება მიგოძეს ტელეხედვის სტუდიის ახალგაზრდა კოლექტივის სახელი მოგილოცოთ ახალი წელი. ტელეხედვის სტუდიამ თავისი პირველი საახალწლო გადაცემა იმ ეპოქის გამოჩენილ სახეებს მიუძღვნა. ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი. ტელესტუდია თავდაპირველად დღე-გამოშვებით მაუწყებლობდა. საეთერო ბადეში იყო დიქტორის მისალმება, მცირე პროგრამა, ზეპირი ინფორმაცია და ქართული ფილმის ჩვენება. დროსთან ერთად კი შავ-თეთრი გამოსახულება ფერადმა შეცვალა. მაუწყებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ტელევიზია ახალ მისამართზე, მაშინდელი ლენინის 68 ნომერში, დღეს კოსტავას 68-ში გადავიდა. საგამომშვიდობის სამხანაგება. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური საქართველოს მშრომელებმა მთელ საბჭოთა ხალხთან ერთად 69 წლის განმავლობაში პირველი არხის ეთერში საყვარელ გადაცემებთან და ფილმებთან ერთად მაყურებელმა ნახა არაერთი ისტორიული მოვლენა. არაერთი სპორტული ტრანსლაცია, რომელიც ეროვნულ დღესასწაულად იქცა. 10 წლეულების მანძილზე ტელევიზია ხშირად ხდებოდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი. მოამბე წლების მანძილზე ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა მოამბის ოპერატორების მიერ გადაღებული არაერთი ისტორიული მოვლენა. 9 აპრილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნები, აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა და სხვა. საქართველოს ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად 2005 წლიდან გარდაიქმნა. დღეს საქართველოს პირველი არხი 2 სატელევიზიო, 2 რადიო და ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს. 2025 წელს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი საუკუნე შესრულდა. საქართველოს რადიომ ამიერკავკასიაში პირველმა 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. სწორედ ამ საიუბილეო თარიღიდან არხის ყველა პლატფორმა მაუწყებლობას უკვე ახალი შენობიდან აგრძელებს, რომელიც სრულად თანამედროვე სტუდიებით და ტექნიკით არის აღჭურვილი. დრო ცვლიდა გამომსახველობით ფორმას და ტექნიკას, მაგრამ არ შეხებია მთავარს, სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებიც საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებს ეხმიანება და ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოება ენდობა.